გამარჯობათ, მოგესალმებით სულ ყველას. პირველ რიგში მინდა რომ დიდი მადლობა გითხრათ, რომ მოგბრძანდით. მინდა პირველ რიგში შეგახსენოთ, რომ დღეს ვიკრიბებით შეხვედრების სერიის ფარგლებში, ფსიქოანალიზის საუნივერსიტეტო სივრცეში და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ხართ. ამ შეხვედრების სერიის ფარგლებში ყოველ მეორე ოთხშაბათს არის ხოლმე შეხვედრები. დღეს კი თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ადამიანი გიორგი მაისურაძე წაუძღვება დღევანდელ შეხვედრას. ის წაიკითხავს თემაზე ფროიდის ეგვიპტური ფანტაზია. გიორგი არის ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი. მადლობა დღევანდელი დღისთვის უკვე წინასწარ და სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. მოგესალმებით, მეც მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და ძალიან საინტერესოა და სასიამოვნო რომ ფროიდის თემამ ამხელა ინტერესი გამოიწვია. ფროიდი მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ თარგმნილი არის ქართულად, მაინც ვერ ვიტყვით, რომ საკმარისად იყოს დამუშავებული და გავრცობილი ჩვენს თუნდაც აკადემიურ წრეებში და ინტელექტუალურ წრეებში. ამას ალბათ თავისი მიზეზები აქვს. ფროიდი მიეკუთვნება საკმაოდ რთულ ავტორებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აცხადებენ განსაკუთრებით მე-20 საუკუნის წარმოდგენა ფროიდის და მის მიერ შექმნილი ფსიქოანალიზის გარეშე შეუძლებელია. არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ფროიდი, რომ მე-20 საუკუნის კულტურა მთლიანად დგას სამ ადამიანზე, ეს უკვე ამის ესეთი სრულიად უკვე გაბანალურებული ფრაზაც კი არის, მარქსზე, ნიცშესა და ფროიდზე. და ფაქტობრივად ფროიდის გარეშე არა მარტო ალბათ მე-20 საუკუნის, ალბათ ნაწილობრივ მე-21 და ახლა დაწყებული 21 საუკუნის წარმოდგენა ძნელი იქნებოდა და სირთულე ფროიდის გაგებისა და წაკითხვისა არის მაინც სპეციფიური, რაზეც შევეცდები დღეს ვილაპარაკო. საქმე ეხება ორ ძირითად თემას გამოვყოფდი, ეს არის ერთი მხრივ ფიქცია, შეგვიძლია დავაკონკრეტოთ მხატვრული ფიქცია ან პოეტური ფიქცია, რომელიც არის გასაღები იმ მოძღვრებისა, რომელსაც ფროიდმა ფსიქოანალიზი უწოდა და მეორე ხაზი დღევანდელი ჩვენი საუბრის თემისა იქნება კონკრეტულად რომელ ფანტაზიაზე ან რომელ ფიქციაზეა ლაპარაკი, ეს ეხება ეგვიპტეს. და რა მნიშვნელობა აქვს ეგვიპტის თემას ფროიდის მიერ შექმნილ ამ ფიქციაში თუ ფანტაზიაში. კიდევ ვიმეორებ, ეს ფანტაზია თუ ფიქცია არ არის რაღაცა განყენებული თემა, ამან უნდა მოგვცეს მეტნაკლებად საშუალება იმისა, რომ გავიგოთ, შევიდეთ ფსიქოანალიზის სამყაროში, ფსიქოანალიტიკურ კოსმოსში, როგორც უწოდებენ. ეპიგრაფად, გამომდის მართლაც ეპიგრაფად შევარჩიე ერთი ფრაზა, ერთი წინადადება ფროიდის უკანასკნელი გამოქვეყნებული ნაშრომიდან, რომელსაც ეწოდება კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია. აი ამ თხზულების პირველ ნარკვევში, რომელსაც ეწოდება მოსე ეგვიპტელი, ფროიდი ერთი წინადადება არის, შეიძლება ითქვას, შეპარული, საკმაოდ ჩამალული, ხშირად რჩებათ ხოლმე ის მხედველობიდან თუ ყურადღებიდან, რამდენადაც ძირითადი აქცენტი საუბრისა გადატანილია სხვა თემაზე. მაგრამ აი ესეთი შეპარული წინადადება თუ თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს ვეცდები, რომ გავარკვიოთ რა შუაში არის ეს ფრაზა და რა მნიშვნელობა აქვს მას ფროიდის და მისი მოძღვრების გასაგებად. საქმე ეხება გმირობას. გმირობაში იგულისხმება როგორც ზოგადად მითოლოგიური თუ ლიტერატურული გმირის სახე, ასევე ზოგადად ის, რასაც შეიძლება, რა შინაარსით შეიძლება ჩაიდოს გმირობაში, როგორც გარკვეული გამორჩეულად დიდი გაბედულების მქონე აქტში. ფროიდი ასეთ წინადადებას აგებს აქ. გმირი არის ის, ვინც გაბედულად საკუთარი მამის წინააღმდეგ აღსდგა და ის ბოლოს გამარჯვებით დაძლია.
კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის ეპიგრაფი, ამიტომ ამ წინადადების განმარტებით არ დავიწყებ. ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ლაით მოტივი დღევანდელი ჩვენი საუბრისა. და გადავარ პირდაპირ იმაზე, რაც უკვე დაანონსებულიც იყო დღევანდელი საუბრის თემად. ფიქცია, ლიტერატურული თუ მხატვრული ფიქცია და ეს უკავშირდება სწორედ ფროიდის უკანასკნელ პერიოდს, მის უკანასკნელ ნაშრომს, მის ბოლო გამოქვეყნებულ წიგნს კაც მოსეს და მონოთეისტურ რელიგიას და ამავე დროს ამ თხზულების, ამ ძალიან რთული და გაუგებარი თხზულების გასაღები შეიძლება იყოს, ეს ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ამაზე ვისაუბრო და დავასაბუთო, ერთი წერილი, პირადი წერილი გაგზავნილი თომას მანისადმი 1936 წელს. ამ დროს ფროიდი ჯერ ისევ ცხოვრობს ვენაში, მოგეხსენებათ მისი ბიოგრაფიული ფრაგმენტი, როდესაც მოგვიანებით სულ ცოტა ხანში ავსტრიის ანექსია მოხდა ნაცისტური გერმანიის მიერ, შეერთება ჰიტლერის სამშობლო მოგეხსენებათ იყო ავსტრია და მან უკვე როგორც გერმანიის რაიხსფიურერმა მოახდინა შვიდობიანი შეიძლება ითქვას ყოველგვარი ბრძოლების გარეშე თავისი მშობლიურ სამშობლოს ავსტრიის ანექსია და შესაბამისად იქ ამოქმედდა ის კანონი, რომელიც გულისხმობდა, რომელსაც შემდგომში ისტორიაში შესულია ჰოლოკოსტის სახელით. ანუ ებრაელების როგორც დაბალი რასაც წოდებული ნაცისტების და ნაცისტური იდეოლოგიის მიერ სრული განადგურება. ეს თუმცა 1953 წელს გადაწყვიტეს ნაცისტებმა, რომ ებრაელები მთლიანად უნდა გაენადგურებინათ და შექმნეს შესაბამისი გეგმა, ებრაელთა სრული საბოლოო ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის, რაც გულისხმობდა ყველა ებრაელის ფიზიკურ განადგურებას, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ 30-იან წლებში იწყება მასიური რეპრესიები ებრაელთა მიმართ და თვითონ ფროიდიც აღმოჩნდა ამ რეპრესიების მსხვერპლი. ის აღმოჩნდა რეალური საფრთხის წინაშე, რომ მასაც ფიზიკურად გაანადგურებდნენ, მაგრამ მოხდა საბედნიერო ჩარევა, პატარა ისტორიული შესავალი რო გავაკეთოთ, ბიოგრაფიული, პრინცესა მარია ბონაპარტის, რომელიც იყო ფროიდის მოსწავლე, მისი ყოფილი პაციენტი და ამავე დროს საკმაოდ შეძლებული ადამიანი, მან სხვათა შორის ბენიტო მუსოლინის შუამდგომლობით, რომელიც ეთაყვანებოდა ფროიდს და მის მიერ შექმნილ მოძღვრებას და მისი შუამდგომლობით მოხერხდა ფროიდის გამოსყიდვა. ამისათვის მარია ბონაპარტმა გადაიხადა 100,000 ოქრო. საკმაოდ დიდი თანხა იყო იმ დროისათვის და ფროიდი გამოისყიდეს, ხდება 1938 წლის ბოლოს, ის გადასახლდა თუ იძულებული იყო წასულიყო ლონდონში, სადაც მან უკანასკნელი თვეები გაატარა და ბოლო აკორდი, მისი ბიოგრაფიული აკორდი არის ის, რომ მან ევთანაზიით დაასრულა საკუთარი ცხოვრება, საკუთარ პირად ექიმს მაქს შურს თხოვა, რომ ევთანაზია ჩაეტარებინა მისთვის, სხვა შორის ესეთი იუმორისტული, შავი იუმორისტული პასაჟიც არსებობს, რითი აფუძნებს ის ამ საკუთარ თავისუფალ სიკვდილს. მან თქვა, რომ უკანასკნელი სიამოვნება, რომელსაც ის გარესამყაროდან იღებდა, ეს იყო ნიკოტინი და რამდენადაც მას ჰქონდა ხახის კიბო, უკვე ამდენად გაურთულდა ამ დროს, რომ მან ნიკოტინის გემოს შეგრძნება დაკარგა და ის ამბობს, რომ მისმა ცხოვრებაც მათ აზრი დაკარგა და დაასრულა და მზად იყო ის თავისუფალი სიკვდილისთვის და მაგ შორმა მაღალი დოზა მორფიუმით ჩაუტარა ევთანაზია. გარდაცვალების წინ ფროიდი აქვეყნებს აი თავის უკვე ხსენებულ ბოლო წიგნს. კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია. სანამ ამ თემაზე გადავალთ, უსმელთ მოსეს წიგნზე, დაუბრუნდეთ აი ამ ცნობილ წერილს თომას მანისადმი. სხვა შორის უცნაური არის, რომ ეს წერილი ნაკლებად არის შესწავლილი, მიუხედავად იმისა, რომ ფროიდის წერილები ზოგადად არ არის ეს ჩვეულებრივი მიმოწერა ყოფით თემებზე, აქ ფროიდის პირად წერილებსაც კი იყენებენ მისი მოძღვრების გასაგებად და ითვლება მის ესეთი საკმაოდ სრულყოფილ ნაშრომებად, მოტანილი არგუმენტაციით და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ეხება სწორედ ამ წერილს თომას მანისადმი და დავინახავთ, რომ ეს არ ყოფილა ესეთი შემთხვევითი ყოფითი წერილი. საფუძველი ამ წერილის დაწერისა გახდა ის, რომ ფროიდმა 1934 წლისთვის
წაიკითხა თომას მანის იოსებისა და მისი ძმების პირველი ორი ტომი. ეს მოგეხსენება თომას მანის ყველაზე ფართომასშტაბიანი რომანი არის, ტეტრალოგია 4ტომეული და ის თანმიმდევრულად ქვეყნდებოდა და ამ წერილში დაწერის მომენტში, ანუ 1936 წელს ფროიდს უკვე წაკითხული აქვს თომას მანის იოსების პირველი 3 ტომი. და წერილს იმითაც იწყებს, რომ მე ალბათ მე-4 ტომის გამოსვლას ვეღარ მოვესწრები, იმიტომ რომ ის მძიმედ ავადმყოფია ამ დროს, 80 წლის არის ამ პერიოდში, 83-ის გარდაიცვალა ის და ერთგვარი გამოსამშვიდობებელი შეიძლება იყოს, თუმცა ვატყობთ უკვე, როდესაც გადავალთ ახლა შინაარსის მოთხრობაზე, მოყოლაზე, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის წერილი იმ თვალსაზრისით, წერილი ყოველთვის გულისხმობს დიალოგს ადრესატთან, არა, უზიარებ აზრს და მაინტერესებს რა რეაქცია იქნება ადრესატს. ეს არის პრინციპში მონოლოგი, ფროიდის მონოლოგი, როგორც წერილშივე ჩანს, მას უკვე ეს აზრები ვენაში შეხვედრის დროს 1935 წელს თომას მანისთვის პირადად გაუზიარებია. აქ ამბობს ფროიდი, რომ მე დამავიწყდა წერის დროს, რომ ეს უკვე თქვენთვის ნათქვამი მქონდა. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ფროიდი ფსიქოანალიზიდან გამომდინარე დავიწყება არ ხდება, ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ადამიანი ივიწყებს ის, რაც მის არაცნობიერს სურს. აი თქვათ, დარჩა ქუდი სადღაც, ფროიდი გვეტყოდა, რომ დარჩა, იმიტომ რომ გინდოდა ისევ მისვლა იქ და ტყუილად არ დაგრჩენია. ან თქვათ, რაღაცა დამრჩა, რაღაცა ნივთი, ეს ყოველთვის არის მოტივირებული არაცნობიერის კარნახით, იმიტომ რომ ესე გინდოდა გექნა და რატომ გინდოდა გექნა, ამას უნდა ჩავეწიოთ მერე და გავარკვევთ და შეგვიძლია რაღაცა მოტივაცია აღვადგინოთ იმისა, თუ რამ გამოიწვია ამ ნივთის დარჩენა და ან დავიწყებ. ანუ შეიძლება რაღაცა გარკვეული ოინი დავინახოთ, ამაზე გვექნება საუბარი, რატომ მიმართავს ფროიდი ასეთ ხერხს. იმავე ფროიდისავე მოძღვრებიდან გამომდინარე. შემდგომში ის უკვე გადადის ინტერპრეტაციაზე იმ ბიბლიური სიუჟეტის, რომელიც მოთხრობილი არის თომას მანის რომანში, აი ამ გიგანტურ რომანში იოსები და მისი ძმები. მოკლედ შეგახსენებთ რაზეა ლაპარაკი. ეს არის ძველი აღთქმის პირველი წიგნის, მოსეს პირველი წიგნის 37 და 50 თავამდე თუ არ ვცდები. მოთხრობილი ისტორია ბიბლიური იოსების შესახებ და მისი ძმების ისტორია. მოგეხსენებათ ახლა მნიშვნელობა რომ გავიხსენოთ მოკლედ, იოსები არის ერთ-ერთი შვილი იაკობის 12 შვილთაგან, ის ბოლოს წინა ვაჟიშვილია მისი, რომელსაც ეს იზმრება ორი სიზმარი არის მოყოლილი ძველ აღთქმაში. ერთი ის რომ მზე მთვარე და ვარსკვლავები მას თაყვანს სცემენ და მეორე არის აგრეთვე ძნა სხვადასხვა ძნები, რომლებიც ასევე ქეციხრიან მის წინაშე. და იოსები განმარტავს ამას და მისი ძმებიც აღიქვამენ როგორც კონკურენციას იოსების მიმართ და ამის გამო ის არის ქედმაღალი საკუთარ თავს, რაც მას რანგით არ ეკუთვნის, აყენებს საკუთარ ძმებზე მაღლა. ამის გამო მას დასჯიან, ჩააგდებენ ორმოში, შემდგომში აქ იპოვის ერთ-ერთი მოქარავნე, წაიყვანს და მონად გაყიდის ეგვიპტეში. ეგვიპტეში იოსები დაწინაურდება, აი დავაფიქსიროთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რითი იწყება იოსების აღზევება, იოსები ფლობს ერთ ხელოვნებას. ეს არის სიზმრების განმარტება. აქვე გავავლებ პარალელს, რომ ფსიქოანალიზი და ფროიდის ფსიქოანალიზი უშუალოდ იბადება სიზმრების ინტერპრეტაციიდან. პირველი წიგნი და შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოანალიზის კანონიკური წიგნი, ბიბლია ფსიქოანალიზის, ეს არის ფროიდის 1900 წლით დათარიღებული სიზმრების ინტერპრეტაცია, სიზმრების განმარტება. ანუ აქაც შეგვიძლია უკვე შევნიშნოთ პირველი პარალელი და ესეთი პარალელები, ესეთი ალუზიები ძალიან ბევრია ამ წერილში. იოსები დაწინაურდება და ბოლოს გახდება დაახლოვდება ფარაონთან, ხდება მისი მრჩეველი და შეიძლება ითქვას ფარაონის შემდეგ პირველი ადამიანი ეგვიპტეში. შემდგომში მოდის ეს ძალიან დიდი კრიზისი, თანამედროვე ტერმინებით შეიძლება ითქვას ეკონომიური კრიზისი, 7 ნაყოფიერი წლის შემდეგ და ამასაც იოსები დაინახავს სიზმარში, სიზმრების განმარტებით, 7 ნაყოფიერი წლის შემდეგ მოდის 7 ვალვიანი წელი, როდესაც იწყება შიმშილობა მთელ ახლო აღმოსავლეთში.
ეგვიპტე მომზადებული არის იოსების აი ხელოვნების მეშვეობით, მან წინასწარ განჭვრიტა ის რომ მოსალოდნელი იყო ეს გვალვა. ეგვიპტეს დიდი მარაგები აქვს, ხორბლის მარაგები და ამიტომ ეგვიპტე ხდება ეკონომიურად, ესეთი თქვა შეგვიძლია თქვას, მარჩენალი ქვეყანა მთელი ახლო აღმოსავლეთის. ამის საფუძველზე ახერხებს იმას, რომ იოსებმა იქ უკვე თომას მაინს რომანში არის ძალიან ნათლად ნაჩვენები, რომ ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მან ჩამოიტყუოს ეგვიპტეში თავისი ოჯახი, თავისი ძმები და მამა, იაკობი და იაკობი არის ის ადამიანი, რომელსაც ეწოდა ისრაელი. ანუ ის არის ფაქტობრივად ებრაელი ხალხის პატრიარქი, ეთნარქი. მისი სახელი ეწოდა ებრაელ ხალხს. სახელი ისრაელი, ეს არის იაკობის სახელი. და იაკობის შვილი არის იოსები. და ასე 12 ოჯახი, 12 საგვარეულო, რომელიც დღემდე არის კანონიკური ებრაელ ხალხში, საგვარტომო გადმოსახლდება ეგვიპტეში. როგორ რა ისტორია მოყვება ესეც ვიცით, ამას შემდგომში ეს გაგრძელება ამ ისტორიის ის არის, რომ იოსების გარდაცვალების შემდეგ დამოკიდებულება ებრაელების მიმართ, რომლებიც იყვნენ ისრაელელების მიმართ შეიძლება ითქვას, ერთგვარ პრივილეგიურ მდგომარეობაში იოსების მადლით, იცვლება მათ მიმართ ეს დამოკიდებულება და ისინი გადადიან მონურ მდგომარეობაში. შემდგომში ჩნდება მოსე, ადამიანი, რომელიც გამოიყვანს ებრაელ ხალხს ეგვიპტური ტყვეობიდან, გაუძღვება აღთქმულ მიწისაკენ, აღთქმული მიწა არის ისრაელი, ის ტერიტორია, რაც დღევანდელ ისრაელ-პალესტინის ტერიტორიად მოიაზრება, წაიყვანს, დააბრუნებს, თვითონ მოგეხსენებათ მოსე ვერ შევა ამ ტერიტორიაზე, ამ მიწაზე, აღთქმულ მიწაზე ვერ დადგავს ფეხს და ასე შემდეგ. ის გარდაიცვლება მანამდე. ეს არის ბიბლიური ისტორია. ამისგან პირველი ნაწილისგან თომას მანი ქმნის ამ გიგანტურ რომანს და ეხლა შევხედოთ რას აკეთებს ფროიდი ამისგან. ფროიდი სრულიად პარადოქსულად შეგვიძლია გვეჩვენოს და ალბათ ასეთიც რეაქციაც არის ბუნებრივი. მიმართავს თომას მანს, რომ ისტორიაში არსებობდა პიროვნება, რომლის ცხოვრებაც და რომლის მოძრაობაც, мотиваცია, სტიმული განაპირობა თავიდან ბოლომდე იოსების ისტორიამ. და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, პროტოტიპი ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ პროტო წინას ნიშნავს, მაგრამ შებრუნებული პროტოტიპი ეს არის ნაპოლეონ ბონაპარტი. და იწყებს ამ წერილში ნაპოლეონ ბონაპარტის ერთგვარ პარალელური ბიოგრაფიის აღწერას, როგორც იოსების ისტორიის. ანუ ფროიდის აზრით, ნაპოლეონის ცხოვრება, ნაპოლეონის მთელი საქმიანობა და მოღვაწეობა არის მისი მამოძრავებელი ძალა, მისი ძრავა არის იოსების ამბავი და მისი თვით იდენტიფიკაცია ბიბლიურ იოსებთან. ამის ასახსნელად თუ რატო გახდა ნაპოლეონისთვის იოსები, ბიბლიური იოსები, მისი მამოძრავებელი, მისი ინსპირატორი, ფროიდი ცდილობს მოუძებნოს ამ ამბავს ფსიქოანალიტიკური ახსნა, კერძოდ ის, რომ ნაპოლეონის უფროსი ძმა არის იოსები, ანუ ჟოზეფი ფრანგულად. ამ უფროსი ძმის მიმართ და ნაპოლეონი არის კორსიკელი, ფროიდი ყვება იმაზე, რომ კორსიკელებში აქვს პირველ შობილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა, ისევე როგორც ბიბლიიდან ჩვენ ვიცით ებრაელებში პირველ შობილობის თემა და სწორედ იოსების ოჯახში, ანუ მამამისი იაკობი არის ის ადამიანი, რომლის ისტორია, მისი ცხოვრება განაპირობა საკუთარ ტყუპის ცალთან, მხოლოდ უფროს ტყუპის ცალთან. პირველ შობილი არის მისი ძმა ესავი და ყველაფერი გააკეთა იაკობმა იმისათვის, რომ ეს პირველ შობილობა ეყიდა საკუთარი ძმისგან, იმიტომ რომ პირველ შობილზე გადმოდის მამის კურთხევა, ისააკის კურთხევა. და შესაბამისად ის აღთქმა, რომელიც მის ბაბუას, ანუ იაკობის ბაბუას აბრაამს აქვს მიღებული ღმერთისგან, კერძოდ ის, რომ მისი მოდგმა გამრავლდება და გაბატონდება სამყაროზე. აი ამ ლოცვა კურთხევის, ამ მადლის მოსაპოვებლად იბრძვის იაკობი და დედის დახმარებით მოიპოვებს კიდევაც. მოიპოვებს მოტყუებით საკუთარი ძმის
და აქ ვხედავთ უკვე ანალოგიას, ეს უკვე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიბლია, არის საკრალური ისტორია და აბსოლუტურად დესაკრალიზებული ფორმით ვხედავთ ფროიდის ინტერპრეტაციაში, როდესაც ის კორსიკულ ტრადიციაზე ლაპარაკობს და ამბობს და ხაზს უსვავს იმას, რომ კორსიკელებშიც პირველშობილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ნაპოლეონი, პატარა ნაპოლეონი, რომელიც ამბიციური ადამიანია და ემზადება ამ სამყაროზე გასაბატონებლად და ეს უკვე ბავშვობაშივე აქვს ეს ტოლვა გამოკვეთილი, სწორედ იკვეთება და ვითარდება მისი ფსიქიკა საკუთარ უფროს ძმასთან, ჟოზეფთან, ანუ იოსებთან კონკურენციით. და შემდგომში ლაპარაკობს ერთ უცებ ტრიალდება ეს ისტორია. ტრიალდება ფსიქოლოგიური ისტორია, ხედულობაში მაქვს, კერძოდ ის, რომ კონკურენციის, შურის, სიძულვილის გრძნობა გადაიზრდება, შემოტრიალდება რადიკალურად საწინააღმდეგო ფორმაში და გადაიზრდება განსაკუთრებულ სიყვარულში. ფროიდი პირდაპირ ასე ამბობს, რომ ნაპოლეონის უფროსი ძმა ჟოზეფი იყო გამორჩეულად ბრიყვი, უნარო, არაფრის მაქნისი, სრული იდიოტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაპოლეონს აქვს საკუთარი ძმის მიმართ განსაკუთრებით თბილი გრძნობები და მას ყოველგვარ სისულელეს და სიბრიყვეს პატიებს. შესაბამისად, ეს უკვე მოგვიანებით გადადის კიდევ ერთ იოსებზე, იოსების ფიგურაზე, აი ეს არის კიდევ უცნაური მომენტი, მეორე უცნაური მომენტი ფროიდთან, კერძოდ გადადის და მთელი სასიყვარულო ემოციების ნაპოლეონის მთელი ლიბიდოს კონცენტრაცია ხდება ერთ ასეთივე შეიძლება ითქვას არასანდო და ზოგბრულ ურთიერთობაში თუ სასიყვარულო ურთიერთობაში არაერთგულ ადამიანზე ჟოზეფინა ბოგარნეზე. ჟოზეფინა ბოგარნე ნაპოლეონის პირველი ცოლი, ყველაზე დიდი სიყვარული მის ცხოვრებაში, მასზე რამდენიმე წლით უფროსი, განათხოვარი, ანუ ის რაც შეიძლება იმდროინდელი მორალისტვის თუ ადაწესებისთვის დამამცირებელიც ყოფილიყო და ნაპოლეონს აქვს სრულიად ესეთი ობსესიური ტოლვა ამ ადამიანის მიმართ, ამ ქალის მიმართ, ჟოზეფინა ბოგარნეს მიმართ და ფროიდი ამაში ხედავს სწორედ იოსების ისტორიის გამოძახილს, ანუ ნაპოლეონი ელტვის იმას ისევ და ისევ აი იოსების სახელს. ეხლა როგორ შეგვიძლია ახსნათ ეს სიძულვილი გადადის სიყვარულში? აქ შეგვიძლია ვცადოთ და გადაუხვიოთ ფსიქოანალიტიკური მოძღვრებიდან და გავიხსენოთ ერთი თეორია, რომელიც ფსიქოანალიზთან დისკუსიაში, ფსიქოანალიზთან დაპირისპირებაში წარმოიქმნა, ეს ეხება კერძოდ ეს არის ფრანგი ამერიკაში მოღვაწე ფრანგი თეორეტიკოსის პირველ რიგში ლიტერატურაცოდნეს რენე ჟირარის თეორია, რომელსაც ის უწოდებს მიმეტურ სურვილს. მიმეტური სურვილი ნიშნავს ის, რომ ადამიანი გადადის ემსგავსება ბაძავს თავის სიყვარულის ობიექტს. და ამ გადასვლას თავის სიყვარულის ობიექტში შეიძლება ადამიანს უყვარდება ვიღაცა და ის ცდილობს რომ იყოს ისეთი როგორიც თავისი სიყვარულის ობიექტია, ის ადამიანი ვინც მას უყვარს, იწყებს მის მიბაძვას, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა უფრო რთული ვარიანტი, ჟირარს მოაქვს ამის სამაგალითოდ რიხარდ ვაგნერი და ფრიდრიხ ნიცშე. მათი ძალიან უცნაური ურთიერთობა. ნიცშე არის ფაქტობრივად ის ადამიანი, რომელიც თაყვანს სცემს რიხარდ ვაგნერს, არის ფაქტობრივი დამფუძნებელი შემქმნელი იმისა, რასაც ვაგნერიანელობა ეწოდა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ნიცშეს გადასდის ეს სრულიად ამაღლებული და უზომო სიყვარული ვაგნერის მიმართ, ვაგნერის მიმართ უზომო, ასეთივე უზომო და ობსესიურ სიძულვილში. და ბოლოს ჩდება კიდევ ერთი ფიგურა აი ამ ურთიერთობაში, ეს არის რიხარდ ვაგნერის ცოლი კოზიმა ვაგნერი, ცნობილი იმითაც რომ ის იყო კომპოზიტორ ფერენც ლისტის შვილი, ქალიშვილი და ნიცშე მოგვიანებით ასე აღწერს აი სამეულ ურთიერთობას, რომ ის უკვე გადააქვს მითოლოგიურ თუ მხატვრულ ფორმებში, საკუთარ თავს გამოსახავს როგორც დიონისეს, ვაგნერს გამოსახავს თეზევსად, ხოლო კოზიმას არიადნეთ და
მისი კონკურენცია ფაქტობრივად ნიჩესთან, როდესაც ფიგურირებს ეს თეზევსი უკვე გადაიქცევა ნეგატიურ გმირად, საძულველ ფიგურად მითოლოგიაში და თვითონ არის დიონისე, რომელიც ათავისუფლებს იტაცებს, ეუფლება არიადნეს და ათავისუფლებს მას თეზევსისაგან. პრინციპში მითოლოგიიდან ვიცით, რომ თეზევსმა მიატოვა არიადნე. ამ შემთხვევაში ჟირარის ინტერპრეტაცია არის ასეთი, რომ რეალურად კოზიმა ვაგნერი აქ არაფერ შუაში არ არის. კოზიმა ვაგნერი არის პირობითად სემიოტიკური ტერმინი რო ვიხმაროთ, სიგნიფიკატი, ანუ ეს არის აღნიშნული რიხარდ ვაგნერის მიერ, ეს არის ის ადამიანი, რომელშიც არის რიხარდ ვაგნერის ანაბეჭდი დატოვებული, კვალი დატოვებული და მას უყვარდება არა კოზიმა, არამედ ვაგნერი თვითონ. და ეს მისი სიძულვილ სიყვარული გადადის მთლიანად კოზიმაზე, მის მეუღლეზე, ქვრივზე ამ დროს. და სინამდვილეში იგულისხმება ვაგნერი. თუ კი ჟირარი ქმნის ასეთ ერთგვარ ფიქციას, ესა უბრალოდ ეფუძნება ესეთ ბიოგრაფიულ მონაცემებს, ფროიდი ამისგან განსხვავებით თვითონ ქმნის ფიქტიურ ფიგურებს. რამდენადაც ახლა შევხედოთ რაღაცა ლოგიკით, რა შუაშია ნაპოლეონი იოსებთან, ანუ თავიდან ბოლომდე ეს არის ლიტერატურული ფიქცია, ეს არის ლიტერატურული ფანტაზია, რომელსაც გვიქმნის ფროიდი. და ცდილობს დაგვარწმუნოს იმაში, რომ ნაპოლეონის мотиваცია ეს არის თავიდან ბოლომდე მოტივირებული მთელი მისი ნაბიჯები, მთელი მისი ლაშქრობები და მოღვაწეობა მისი თვითი იდენტიფიკაციით ბიბლიური იოსებთან და ამის დასასაბუთებლად არ არსებობს არანაირი ფაქტი. არ არსებობს არანაირი ფაქტი გარდა სახელების დამთხვევისა. და ყველაფერი ფროიდს აქვს სწორედ აი ამ სახელების დამთხვევაზე, ნაპოლეონის უფროს ძმა იოსებზე, ჟოზეფზე და ნაპოლეონის პირველ მეუღლეზე, ჟოზეფინაზე. ამასვე ემატება შემდგომში ის, რომ ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში და რუსეთში ლაშქრობის წინ ნაპოლეონი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იძულებულია გაცილდეს, განქორწინდეს ჟოზეფინა ბოგარნესთან. და დაქორწინდეს შემდგომში მარია ლუიზა ფონ ჰაბსბურგთან, ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილთან, რომლისგანაც ეყოლება მე მემკვიდრე. აი ეს ორი ისტორიული ახსნა აქვს ამას ისეთი, რომ დამოყრება ჰაბსბურგების დინასტიასთან და მეორე ვარიანტი, მეორე საფუძველი ის, რომ ჟოზეფინას არ უჩნდება შვილი და ნაპოლეონს ჭირდება ტახტის მემკვიდრე, იმიტომ რომ მან უკვე შექმნა ახალი დინასტია, ბონაპარტების დინასტია და შესაბამისად იძულებული ამ ნაბიჯზე წავიდეს. ფროიდს აქვს ესეთი ახსნა, რომ იმ მომენტში, რა მომენტში ნაპოლეონი დაცილდა, განქორწინდა ჟოზეფინასთან, მან გაწყვიტა კავშირი აი ამ მითოსურ мотиваციასთან, რომელიც მის ცხოვრებას სტიმულს აძლევდა და მისი გამარჯვებების, მისი ტრიუმფების მამოძრავებელი იყო და გადამწყვეტი ფაქტორი იყო და შესაბამისად ის როგორც ბიბლიური იოსები ჩავარდა ორმოში. და დაიწყო ნაპოლეონის დაღმასვლა, დაიწყო ნაპოლეონის მარცხი. ამის პირველი მაგალითი არის ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში 1812 წელს. ჩვენ ეს უკვე ისტორიულად ვიცით, რომ ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში იმითაც იყო წარუმატებელი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსებმა განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს მართლაც ასე იყო, ეს ეწოდა კიდევაც მას სამამულო ომი. ნაპოლეონის წინააღმდეგ და რაღაც არანორმალური წინააღმდეგობა გაუწიეს, იყო ობიექტური ფაქტორები, თვითონ რუსეთის სიდიდე, რუსული ზამთარი და ასე შემდეგ, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი мотиваციაც, კიდევ საბაბიც თუ მიზეზი ამ ექსპედიციის მარცხისა. ექსპედიცია ეს ლაშქრობა იყო საკმაოდ მოუმზადებელი, რაც არ იყო დამახასიათებელი ნაპოლეონისთვის ამ გენიალური სამხედრო სტრატეგიისათვის, ეს იყო ნაჩქარევი, არაორგანიზებული და ცუდად დაგეგმილი ლაშქრობა. რომელიც მარცხდება კატასტროფულად და ფაქტობრივად ამით იწყება ნაპოლეონის აღსასრული. ეს იყო დასაწყისი მისი აღსასრულისა. და ფროიდს აქვს ესეთი კომენტარი, რომ ნაპოლეონმა ვერ აპატია საკუთარ თავს ჟოზეფინა ბოგარნესთან გაშორება, ვერ აპატია საკუთარ თავს იოსების მითთან კავშირის გაწყვეტა და ეს იყო მისი მარცხის მიზეზი. ეხლა შევხედოთ ამ ისტორიას ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მეცნიერული ახსნა. ეს ყველაფერია მეცნიერული ახსნის გარდა, რა, ეს არის თავიდან ბოლომდე ლიტერატურული ფანტაზია, ლიტერატურული ფიქცია და შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ განვიხილოთ როგორც მხატვრული ნაწარმოები, როგორც პოეტური ფიქცია.
ყოველი ცდელობა ის რომ ჩვენ დავინახოთ, თუმცა აბსოლუტურად ლოგიკურად აგებულია რა. აგებული კონკრეტულ ლოგიკაზე, მიზეშედეგობრივი გამომდინარეობებით, მაგრამ საფუძველი, ათვლის წერტილი ამისა არის თავიდან ბოლომდე პოეტური ფანტაზია ან პოეტური ფიქცია. ახლა კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც აუცილებელია აღვნიშნოთ და გავერკვათ, რატო დაჭირდა ფროიდს ასეთი ფიქციის თუ ასეთი ფანტაზიის შექმნა. აქ ისევ ამ წერილში პატარა მინიშნება აქვს იმაზე, რომ ნაპოლეონის, რატომ ილაშქრა ნაპოლეონმა ეგვიპტეში. აი აქ კი საკმაოდ საინტერესო ჩავლება აქვს, შეიძლება ითქვას, ფროიდს. ნაპოლეონის ლაშქრობის ოფიციალური ვერსია ეგვიპტეში არის ის, რომ მან უნდა ბრიტანეთს გადაუკეტოს სახმელეთო გზა ინდოეთისაკენ. რაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად დამაჯერებელი არის. რატომ მიდის ნაპოლეონი რა უნდა ეგვიპტეში, ეს ბოლომდე რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება. ეს მართლაც შეგვიძლია ისტორიული კონკრეტული ფაქტების ისტორიიდან შევხედოთ, გაურკვეველია რა უნდა ეგვიპტეში. კი, ოფიციალური ვერსია არის, რომ ის ბრიტანეთს ეომება და ბრიტანეთის კონკურენტია. და არის ტრიუმფალური ლაშქრობა, ნაპოლეონმა დიდი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ აი რაზეც მიანიშნებს ფროიდი, ეს არის ერთი ნიუანსი. ნაპოლეონის ლაშქრობის შედეგად ეგვიპტე აღმოჩნდა თავიდან მთელი სამყაროსათვის. ანუ მოგეხსენებათ, ნაპოლეონთან ყავდა წაყვანილი მეცნიერები, მათ შორის იყო ასეთი პიროვნება შამპოლიონი, რომელმაც გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები და ეს იყო დასაბამი ეგვიპტოლოგიისა. ეგვიპტე დაბრუნდა ისტორიაში, ეს უკვე ნაწილობრივ ან ფაქტობრივად მითოსური ქვეყანა დაბრუნდა სწორედ ნაპოლეონის ლაშქრობით და მისი დამსახურებით, შეიძლება ასე ითქვას. ეს იყო ამავე დროს ეგვიპტოლოგიის დაბადება ნაპოლეონის ლაშქრობის შედეგი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ამ ლაშქრობას მოყვა. დანარჩენი პრინციპში არც ვიცით რა, ფაქტობრივად სხვა კუთხით რო შევხედოთ, ეს იყო უაზრო ლაშქრობა. აი ესეთი ახსნა აქვს ფროიდს თვითონ. სხვაგან საით უნდა წავიდეს კაცი, თუ არა ეგვიპტეში, თუ კი იგი იოსებია და საკუთარი ძმების წინაშე დიდად წარმოჩენა სურს. თუ ახალგაზრდა გენერლის ამ წამოწყებას პოლიტიკურ მომიზეზებას საფუძვლიანად შევამოწმებთ, აუცილებლად ნათელი გახდება, რომ ის ფანტასტიკური იდეის ძალისმიერი რაციონალიზაციები იყო. ახლა დავაკვირდეთ ერთ პატარა ტერმინს, ერთ სიტყვას, რომელსაც ფროიდი უწოდებს რაციონალიზაციებს, ამ შემთხვევაში მრავლობით რიცხვში. რა არის რაციონალიზაცია? რაციონალიზაცია ფსიქოანალიტიკურ მოძღვრებაში არის ადამიანის ეწოდება ესეთ მოვლენას, როდესაც ადამიანი საკუთარ ნაბიჯს, ნათქვამს, ნამოქმედარს, ნაწერს უძებნის გარკვეულ ახსნას. რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. ანუ მე საკმაოდ კარგად შეიძლება მქონდეს გათვითცნობიერებული ჩემი мотиваცია, ან შეიძლება არ მქონდეს ბოლომდე გათვითცნობიერებული, იმიტომ რომ ვერ ბედავდე ამის გათვითცნობიერებას, მე მეშინოდეს ან გაურბოდე, იმიტომ რომ ცხვენია ან მეშინია, ვაღიარო ის, ვთქვათ, თუ რატო ვკითხულობ დღეს, რატო საუბრობ დღეს ფროიდზე და მის ამ თემაზე. და ამიტომ ვიწყებ, ესეთ მაგალითი რომ წარმოვიდგენ, ვიწყებ რაღაცების მოტყუებას, რომ იცით რა საინტერესო არის ფროიდი, უნდა ვიცოდეთ, ასე შემდეგ, ვიგონებ რაღაცას, რომელიც აბსოლუტურად ლოგიკურია, სრულიად რაციონალურად ჩანს, მაგრამ არ შეესაბამება სინამდვილეს. სინამდვილე კი ის არის, რომ სინამდვილეში მე მინდა რაღაცა ნამდვილი ჩემი мотиваცია დამალო ამის მეშვეობით. და გაუგებარი, კიდევ უფრო ბუნდოვანი და გაურკვეველი გავხადო. აი ამას უწოდებს ფსიქოანალიზი, ფროიდი და შესაბამისად ფსიქოანალიზი რაციონალიზაციას. ეს ძირითადად ფსიქოანალიზში უმეტესწილად არის სექსუალური შინაარსის ისტორიები. მეორე ასეთი ფორმულა კიდევ უფრო მეტად თვალშისაცემი ფსიქოანალიზში და ფროიდის მოძღვრებაში ეს არის უარყოფა. ადამიანი იწყებს უარყოფითი ფორმით ლაპარაკს. იცით, მე ეს არ მიგულისხმია. აი თქვათ ფროიდს მოაქვს ესეთი მაგალითი, რომ ერთ-ერთი პაციენტი მიყვებოდა, რომ დამესიზმრა ვიღაცა ქალი, ასაკოვანი ქალი. და მეუბნება, რომ იცით, თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს არის დედაჩემი, მაგრამ მე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს დედაჩემი არ არის.
ფროიდის კომენტარია, ესე იგი დედამისია. ანუ უარყოფა ამ ფორმით უარყოფა Verneinung გერმანულად ფროიდის ენაზე მიანიშნებს, ეს არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რა არის სინამდვილე, რა არის ნამდვილი მოტივი, რა იმალება უარყოფის უკან. უარყოფა არის ფროიდი ესეთი მასაც კი ადარებს, როგორც თქვათ რაღაცა საქონელზე, რაღაცა ნივთზე, გაყიდვად ნივთზე არის სამარკო წარწერა made in ის ადარებს made in Germany აწერიან made in USA არა. სად არის წარმოებული, როდესაც ადამიანი უარყოფს, ის აჩვენებს ეს უარყოფის ეს ფორმა არის სწორედ made in, სად არის დამზადებული, საიდან მომდინარეობს პირდაპირი მინიშნება იმაზე, რისი დამალვაც ადამიანს სურს. ესე ვთქვათ, გავითვალისწინოთ ეს უარყოფის ეს ფორმები თვითონ ფსიქოანალიტიკურ მოძღვრებაში. ნაპოლეონის მარცხს ფროიდი, როგორც ითქვა, ხსნის როგორც საკუთარი თავის დასჯას იმისათვის, რომ მან უღალატა იოსებთან თვითიდენტიფიკაციას და თავის მეუღლეს, თავის ობსესიური სიყვარულის ობიექტს, ჯოზეფინა ბოკარნეს. და ამით იწყება მისი აღსასრული, ეს იყო ნაპოლეონის მიერ, ასე ვთქვათ, ინსცენირებული თვითგანადგურება. ეხლა რამდენად შეესატყვისება ისტორიულ ფაქტებს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ისტორიული ფაქტები ჩვენ არ გვაინტერესებს. არ გვაინტერესებს და არ აინტერესებს ფროიდსაც, იმიტომ რომ ფროიდი ანვითარებს და ფსიქოანალიტიკურ მოძღვრებაში არის ასეთი ცნება, ფსიქიკური რეალობა. რა არის ფსიქიკური რეალობა? ფსიქიკური რეალობა უპირისპირდება პირველ რიგში ისტორიულ რეალობას. და რას ნიშნავს ეს? ფროიდის აზრით, ყველაფერი ის, რაც არის მოთხრობილი არა მხოლოდ ლიტერატურულ თხზულებებში, საგებში, ლეგენდებში, მითებში, არამედ თავად ისტორია განპირობებულია სხვადასხვა მოტივაციებით. იქნება ეს თქვათ რელიგიური ინსტიტუციების ზეგავლენით, იდეოლოგიური ინსტიტუციების და ასე შემდეგ. და ეს ქმნის ისტორიულ რეალობას. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ რომელიღაცა ისტორიაზე, ფროიდის აზრით, ეს არაფრით არ ნიშნავს, რომ ეს რეალობა, ისტორიული რეალობა შეესატყვისება სინამდვილეს. რამდენადაც ის არის სხვა ამის უკან დგას კიდე სხვა რაღაცა. და ის რაც ამის უკან დგას, ის ბევრად უფრო რეალურია და აქ შეგვიძლია აღარ ვიკამათოთ რომელი უფრო ნამდვილია და რომელი უფრო რეალურია, არამედ ეს არის ფსიქიკური რეალობა. ფსიქიკური რეალობა არის აბსოლუტურად სხვა სახის კონსტრუქცია, რომელიც თუნდაც აი ამ მაგალითზე რო განვიხილოთ, როგორც ვთქვათ, ფროიდისეული კონსტრუირებული ფანტაზია ნაპოლეონის მოტივაციების დაახლოებით ასე მუშაობს. ანუ ადამიანისთვის მამოძრავებელი ძალა, მისი მოტივაცია, მისი მოტორი, მისი ძრავა შეიძლება იყოს სრულიად სხვა რამ, ვიდრე ის, რასაც ის ოფიციალურად აცხადებს. მაგალითი ავიღოთ, რომ მე ვიძახი, რომ მე მინდა რაღაცა ვთქვათ ჩამოვედი სამშობლოში, იმიტომ რომ სამშობლო ვიხსნა, ეს შეიძლება იყოს ოფიციალური ახსნა, ან დავარქვათ რაციონალიზაცია და სინამდვილეში ჩემი რეალური მოტივაცია იყოს აბსოლუტურად სხვა, რომელსაც არაფერი საერთო არც სამშობლოსთან, არც ვიღაცის ხსნასთან არ აქვს. აი ახლა უკვე თანდათანობით გადავდივართ მეორე ნაწილზე, რომელიც უკვე უკავშირდება უშუალოდ ეგვიპტეს და ეგვიპტის სიმბოლოს. ამ მონაკვეთის გაგება შეუძლებელი იქნება თუ არ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რომელ კონტექსტშიც იქმნება ეს ლიტერატურული ფიქცია თუ მხატვრული ფანტაზია. კერძოდ ფროიდის ქრონოლოგიას და მის პიროვნულ ბიოგრაფიულ ფაქტებს. კიდევ ვიმეორებ, ეს არის კაცი-მოსე და მონოთეისტური რელიგია, ეს არის ფროიდის ბოლო ნაშრომი, უკანასკნელი ნაშრომი და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად მისი ანდერძი. ადამიანები, რომლებიც ესეთი დიდი ადამიანები, დიდი მოაზროვნეები, რომლებიც უახლოვდებიან გარკვეულ ასაკს და იციან, რომ მათი დრო უკვე გადის, თავდება, ყოველთვის ქმნიან ესეთ ნაწარმოებს, რომელსაც ეს პირობითად ეწოდება opus magnum-ი, ანუ დიდი ნაშრომი, დამაგვირგვინებელი, შემაჯამებელი, რათა ესეთი შეაჯამონ საკუთარი მოღვაწეობა. აი ასე დროს ბუნებრივი იქნებოდა, რომ ფროიდს დაეწერა, ვთქვათ, ისეთი ნაშრომი, რომელშიც თავის ფსიქოანალიტიკურ მოძღვრებას შეაჯამებდა და, ვთქვათ, მე გაუგებრობები არ ყოფილიყო, იტყოდა რა არის და როგორ უნდა იყოს გაგებული. აი სრულიად მოულოდნელად ფროიდი წერს, შედის ისეთ სფეროში, რომელშიც შეიძლება ითქვას, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა. ეს არის ეგვიპტოლოგია, ისტორია, ძველი ისტორია, ბიბლიური მეცნიერება და ასე შემდეგ.
და ამ მონაცემების საფუძველზე ის ქმნის ამ თავის ანდერძ ნაშრომს, რომელიც ეხება უკავშირდება კაც მოსეს. ვინ არის კაცი მოსე? კაცი მოსე არის შემქმნელი ებრაელი ხალხისა. შეგვიძლია კიდევ უფრო მეტად რომ გავაკვიროთ რაზეა ლაპარაკი. იუდაიზმი, რელიგია იუდაიზმს, სარწმუნოებას იმ დროს ფროიდის თანამედროვე დროში ეწოდება მოსაური ან მოსესეული რელიგია. გერმანულად ამას ქვია მოზაიშე კონფესია, მოზაიში, ანუ მოსესმიერი, მოსეული რელიგია. ანუ იუდაიზმი და ებრაელი იგივდება მოსესთან. მოსე არის ის ფიგურა, ის პიროვნება, რომელიც განსაზღვრავს ებრაელის ებრაელობას. ფროიდი ამ თავის წიგნს იწყებს ასეთი შენიშვნით, რომ მე წარმომიდგენია რამხელა სირთულესთან მაქვს საქმე, როდესაც ვწერ კაც მოსეზე წიგნს და ჩემი წიგნის მიზანი არის ის, რომ დავამტკიცო, რომ მოსე არ ყოფილა ებრაელი. ანუ ებრაელ ხალხს წავართვა თავისი ყველაზე ცნობილი და მთავარი ფიგურა, მთავარი ადამიანი. მონოთეისტური რელიგიის შემქმნელი ადამიანი. და მონოთეიზმი არის ის, რომელიც იგივდება ებრაელობასთან. ყველა სახის მონოთეიზმი იქნება ქრისტიანული თუ ისლამური მონოთეიზმი და არსებობს სამი მონოთეისტური რელიგია მსოფლიოში, ეს იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი, არის ფაქტობრივად გაგრძელება მომდინარეობს იუდაიზმისგან, მომდინარეობს სათავეს იღებს მოსესგან. და უცებ ფროიდი აცხადებს, რომ მე ჩემი წიგნის მიზანია წავართვა ებრაელ ხალხს თავისი თავარი ფიგურა, გამორჩეული ფიგურა. ნუ ეხლა რა შეიძლება პარალელი იყოს, რა ვიცი. გამოვაცხადოთ, რომ ილია ჯავჯავაძე იყო ავღანელი ან სომეხი ალბათ. ქართველისთვის ტრიუმფალური ალბათ ეგ არის სამწუხაროდ. აი დაახლოებით ასეთ ნაბიჯს დგამს ფროიდი და აცხადებს, რომ მოსე არის ეგვიპტელი და არ არის ებრაელი. იქვე ხას უსვავს იმასაც, რომ განსაკუთრებით რთული არის ჩემთვის პირადად, რამდენადაც მეც მივეკუთვნები იმ ხალხს, ანუ ებრაელ ხალხს. ფროიდი არ უარყოფს, რომ ის ებრაელია, მაგრამ შეიძლება ვითქვას, რომ როდესაც ის იწყებს მოსეზე წერას და ფაქტობრივად მოსეანიზმის, ანუ მონოთეიზმის დეკონსტრუქციას, ესეთი თანამედროვე მოდური ტერმინი რო ვიხმაროთ, მის დაშლას და ამ საფუძვლის გამოცვლას, მაშინ ფაქტობრივად ის თვითონაც უნდა იყოს მოყოლილია რა. გასათვალისწინებელია ის ძალიან რთული ისტორიული ფონი, რომლის ფონზეც ეს ნაშრომი იწერება. ფროიდმა ამ წიგნზე მუშაობა დაიწყო 1994 წელს. და დასრულებული სავარაუდოდ მას უკვე რამდენი 1-2 წლის დასრულებული ჰქონდა, მაგრამ იგი თავს არიდებდა ამ წიგნის გამოცემას. თავს არიდებდა სწორედ იმ ისტორიული ფონის გამო. ეს არის ნაციონალ-სოციალიზმი, ეს არის გერმანული ფაშიზმი, რომლის მთავარი სამიზნე და მტერი არის ებრაელობა. ეს არის ანტისემიტური, ურადიკალურესი და უსასტიკესი ფონით, ანტისემიტური ფონი. მისი ყველაზე საშინელი გამოვლინებებით, არა ჰოლოკოსტით. ანუ ფიზიკური განადგურებით ყველა ებრაელის. აი ამ ფონზე წერს ფროიდი ამ წიგნს, რომელიც რომ არა ფროიდი, რომ არ ყოფილიყო ფროიდი ამ წიგნის ავტორი, შეიძლება გაგებულიყო კიდევაც ანტისემიტურად. რამდენადაც ის კიდევ ვიმეორებ, დედაბოძს საგრდენს აცლის ებრაელობას და იუდაიზმს. თავისთავად ის აზრი, რომ მოსე არ უნდა იყოს, ან შეიძლება არ ყოფილიყო ებრაელი, ეს ფროიდს პრინციპში არ მოუგონია, ამაზე პირველი მინიშნებები უკვე არსებობდა გამომდინარე თითო სახელ მოსესგან და მისი ეტიმოლოგიიდან. მოსე არის ებრაული სიტყვა. მაგალითი ეს ფროიდსაც აქვს მოყვანილი ამ წიგნში თუთმოზეს, ეს ცნობილი ფარაონის სახელი და ასეთი მრავალი სახელი არსებობს. ეგვიპტურში მოსე ნიშნავს ეგვიპტურად შვილს, ბავშვს. და ეს უკვე იწვევდა ეჭვს იმისას, რომ თავისთავად სახელიდან გამომდინარე და მისი ეტიმოლოგიიდან გამომდინარე, მოსე შეიძლება არ ყოფილიყო ებრაელი. ამას მაგრამ ეს არ არის თავარი, ის რასაც დავინახავთ თვითონ ფროიდის წიგნში, ეს ყველაფერი არის ძალიან მსუბუქი ვარიანტი. თქვათ მოსეს არაებრაელობა. ფროიდი ებრაელობას და მონოთეიზმზე საავტორო უფლებას აცლის ებრაელ ხალხს. იმდენად, რამდენადაც აცხადებს, რომ
მონოთეიზმი გამოგონილი არის არა ებრაელი ხალხის მიერ, არამედ ეგვიპტელების მიერ, კერძოდ ფარაონ ეხნატონის მიერ. ფარაონი ეხნატონი არის ის ადამიანი, რომელიც მართლაც პირველად ქმნის პირველ მონოთეისტურ რელიგიას კაცობრიობის ისტორიაში და ეს ამ რელიგიამ იარსება მხოლოდ მისი მმართველობის პერიოდში. მან გააუქმა ყველა სხვა ღმერთის თაყვანისცემა და გამოაცხადა, რომ არსებობს ატონი, ერთადერთი ღვთაება, ეს არის მზის დისკო არის მისი გამოხატულება და ყველა სხვა ღმერთი, მათ შორის ეგვიპტელებისთვის უმნიშვნელოვანესი ღვთაება, როგორც იყო ოსირისი, არ არსებობენ. მათ არანაირი ფუნქცია არ აქვთ რეალურად. ანუ ეს იყო ფაქტობრივად უარის თქმა იმაზე, რაზეც მთელი ეგვიპტური ცნობიერება, მთელი ეგვიპტური რელიგია არსებობდა. ეს არის საიქიო ცხოვრება. ეგვიპტელების ცხოვრება არის მიმართული იმისკენ, დაბადებისთანავე ფაქტობრივად იწყებს ზრუნვას საიქიო ცხოვრებაზე, ემზადება ჩასატანზებნებელ ნივთებზე, აკლდამებზე, საფლავების მშენებლობაზე, ფარაონების შემთხვევაში ეს არის უკვე პირამიდები და ეს ყველაფერი მოგეხსენებათ არის სასაფლაო, ეს არის საიქიოსთვის მზადება. ეგვიპტელი ადამიანი ცხოვრობს იმისთვის, რომ ემზადება საიქიოსთვის. და უცებ მოდის ფარაონი, რომელიც თავისთავად არის ცოცხალი ღვთაება ან ღმერთის შვილი და უნგრევს ამ სოფხედველობას, უნგრევს ამ რელიგიას და ქმნის ახალ რელიგიას ატონის თაყვანისმცემლობის ფორმით. მეცნიერები უწოდებენ ჰელიოცენტრისტულ მონოთეიზმს და როგორც პირველ ვერსიას მონოთეიზმისას და ეხნატონის გარდაცვალებისთანავე ეხნატონის ცოლი მოგეხსენებათ არის ნეფერტიტი, ეს ასევე ძალიან ცნობილი ფიგურა ეგვიპტის ისტორიაში. იმის გამო, რომ მისი ქანდაკება არის შემორჩენილი და ინახება ბერლინში, ბერლინის ეგვიპტურ მუზეუმში და ეხნატონის გარდაცვალებისთანავე ეს რელიგია აიგრძალა და ყველა კვალი იქნა წაშლილი მისი არსებობის. აი ფროიდის აზრით მოსე სავარაუდოდ იყო ესეთი გულუხურვალე მიმდევარი ეხნატონის მიერ შექმნილი მონოთეიზმის, სავარაუდოდ ალბათ მისი ქურუმიც კი და გადაწყვიტა მან გადაერჩინა მონოთეიზმი იმ სახით, რომ ეს აღარ იქნებოდა ეგვიპტელი ხალხის, მან ამოარჩია უცხო ტომი ეგვიპტელებში და მათ ასწავლა ეს რელიგია. ფროიდის აზრით ეს არ ყოფილა მშვიდობიანი პროცესი და ვარაუდობს ფროიდი იმას, რომ როგორც ჩანს მოსემ მათ თავს მოახვია მონოთეიზმი და აიძულა ისინი, რომ გავხდარიყვნენ მონოთეისტები. და იმისათვის, რომ ისინი მოერიდებინა ეგვიპტისგან და გაეყვანა, მოეცილებინა ეგვიპტისგან, სადაც უკვე მონოთეიზმი, ეხნატონის რელიგია აკრძალული იყო და სასტიკად იდევნებოდა, ამიტომაც მან სცადა ებრაელი ხალხი წაეყვანა ახალ მიწაზე, რომელსაც შემდგომში აღთქმული მიწა დაერქვა და ფროიდი კიდევ უფრო წინ მიდის და აბსოლუტურად ყოველგვარ ისტორიულ ფაქტებისგან გვერდის ავლით ქმნის კიდევ ერთ ფიქციას დავარქვათ ან მითოსს, ის რომ სინაის უდაბნოში ყოფნის დროს ებრაელმა ხალხმა ვერ გაუძლო მოსეს მხრიდან ამ რელიგიურ ძალადობას და მათ მოკლეს მოსე. მოკლეს მოსე, მაგრამ ახლა კიდევ ერთი კრიმინალი შემოდის, მათ გაუჩნდათ დანაშაულის განცდა მოსეს მიმართ. ისინი არიან მოწყვეტილი ეგვიპტეს, მოწყვეტილი არიან მთელი იმ სამყაროს, რომელშიც არსებობდნენ, რომელშიც ვითარდებოდნენ და ისინი მიემართებიან სადღაც სხვა მხარეს, მათ უკან დასაბრუნებელი აღარ აქვთ და ისინი იგონებენ ახალ მოსეს, ვიღაც სხვა ადამიანს. და ვთქვათ ის ბიბლიური ისტორია, რომ მოსე ვერ შეაღწია ახთულ მიწამდე, ფროიდის აზრით არის სწორედ ანარეკლი იმ მკვლელობისა, მოსეს მკვლელობისა, რომელიც ებრაელებმა განახორციელეს და მათ მონოთეიზმის ახალი ვერსია შექმნეს, სადაც მოხდა დაკარგვა ან დამახინჯება ამ ძალიან მაღალი რელიგიის ეხნატონისეული მონოთეიზმისა და მათ ადგილობრივი მიდიანური ან მიდიანელები ერთ-ერთი სემიტური ტომია, რომელიც ცხოვრობდა სინაის მიდამოებში, ერთ-ერთი მათი ღვთაება, ეს იყო ვულკანის ღვთაება იაჰვე, გამოაცხადეს თავიანთ ერთადერთ ღმერთად.
ხა საყრდენი რაც აქვს ფროიდს რო ეხლა მთლიანად არ დავაბრალოთ რომ ყველაფერი გამოიგონა და მისი ფანტაზიები იყო იაჰვე მართლაც არსებობს ასეთი ღვთაება და ეს იყო ვულკანის ღვთაება და ფროიდის აზრით სწორედ ებრაელმა ხალხმა გადაიღო სინაის უდაბნოში ადგილობრივი ტომებისგან ეს სახელი და ამავე დროს ხაზი ესმება იმას რომ მათ მიერ შექმნილი ანუ იმ სახით რომელიც სახითაც ჩვენ ვიცნობთ იაჰვეს ძველი აღთქმიდან ეს არის დამსჯელი ღმერთი, ეს არის სასტიკი ღმერთი, რომელიც ცეცხლს და ვარსობს მიუვლენს, რომელიც წარღონას აწყობს, რომელიც ჯის ოდობს და გომორას და ასე შემდეგ. ეს ღმერთი ატარებს იმ ნიშნებს, რომელიც დამახასიათებელი იყო სწორედ აი ვულკანის ღვთაება იაჰვესათვის. ანუ ამაღლებულ რაღაც კეთილშობილურ და მისტერიულ ატომის ადგილს იკავებს დამსჯელი სასტიკი იაჰვე და მოხდა ასეთი ჩანაცვლება. ბოლოში ეს მეორე მოსე, რომელიც ასევე მოსეს სახელით შედის, მიუძღვება ებრაელ ხალხს აღთქმული მიწისაკენ, დღევანდელი ტერიტორიებისაკენ და ასე ფორმდება შემდგომ უკვე ბიბლიის ძველი აღთქმის ისტორიაში, ჯამდება მთელი ეს ისტორია. ეხლა როგორ უნდა გავიგოთ აქ? ძალიან რთულ ლაბირინთში შეგვიყვანა ფროიდმა, ძალიან ძნელია გაგება იმისა, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, საიდან მოსდის ეს ფანტაზია, რომ მოსე აუცილებლად მოკლული არის და უნდა მოეკლათ. ამისი გასაღები, კიდევ ერთი გასაღები არსებობს თავად ფროიდისავე მოძღვრებაში, ფსიქოანალიტიკურ მოძღვრებაში, რომელიც ფროიდმა ჩამოაყალიბა თავის შედარებით ადრეულ ნაშრომში ტოტემსა და ტაბუში. ტოტემი და ტაბუ გამოქვეყნდა 1913 წელს. 12-13 წლებში იწერებოდა. აი აქ ფროიდს შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი ფიქცია, ან კიდევ ერთი მითი აქვს შექმნილი. ეს მითი ეხება ასეთ ფიგურას, რომელსაც გერმანულად ქვია Urvater, შეიძლება ითარგმნოს როგორც პირველადი მამა ან ძველი მამა, მე შემოგთავაზებდით დიდ მამას და დავარქვათ ამ Urvater's დიდი მამა. რა არის დიდი მამა? ვინ არის დიდი მამა? ფროიდს აქვს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ის ეყრდნობა ეთნოლოგიურ და ანთროპოლოგიურ თეორიებს. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ფანტაზიური, რომელიც რაღაცებს პოეტურ თხზულებებს ქმნის. ეს დიდი მამა წარმოდგენილი ყავს ფროიდს პირველად ადამიანურ ჯოგში არსებობდა ესეთი ვიღაცა, დიდი მამა, რომელსაც ჰქონდა მონოპოლია დამყარებული ტომის წევრ ყველა მდედრობითი სქესის არსებაზე, ყველა ქალზე. და ისინი იყვნენ ყველანი მისი საკუთრება. ამან გამოიწვია დაძაბულობა, კონფლიქტი მამასა და დიდმამასა და შვილებს შორის და შვილებმა მოაწყეს შეთქმულება, მოკლეს ეს დიდი მამა და შემდგომში ეს როგორც წარმოდგენილი აქვს ფროიდს როგორც ერთგვარი შუალედური პერიოდი დაძაბულობა და ბრძოლები შემდგომში ვაჟიშვილებს შორის დიდი მამის ადგილის დასაკავებლად და ბოლოს რომ მოწესრიგებულიყო და დამთავრებულიყო ეს გაუთავებელი ბრძოლები და ურთიერთქიშპი, მათ შემოიღეს ინცესტის აკრძალვა. და სწორედ ინცესტის აკრძალვიდან რამდენადაც ის წინარე ფორმა არის ინცესტუალური, იმიტომ რომ ერთ ადამიანს, რომელიც მამის ფიგურა არის და მამა არის, აქვს ფლობს ყველა ქალს ერთ ტომში, ერთ საგვარეულოში, ან მათთან აქვს უკვე ინცესტუალური კავშირი, იგრძალება ინცესტი, რაც შეიძლება გაგებული იქნას ძალაუფლების თანასწარ გადანაწილებაზე. ანუ ინცესტის აკრძალვით იწყება კულტურა. ეს უკვე კლოდ ლევი-სტროსის სტრუქტურული ანთროპოლოგიის ფუძემდებლის მოსაზრებაც არის. რა თქმა უნდა, ფროიდზე დაყრდნობით. რომ ინცესტის აკრძალვა, ინცესტი არის ბუნებიდან, კულტურის ბუნებიდან გამოყოფის მომენტი. არის კიდევ ესეთი საინტერესო მოსაზრება, რომელიც თვითონ ფროიდს ეკუთვნის და ეს აზრი ჩამოყალიბებული აქვს ისევე ტოტემსა და ტაბუშიც და კაც მოსეშიც. რა არის დიდი მამის მკვლელობა? რა შეიძლება ვიგულისხმოთ? დიდი მამის მკვლელობა იწვევს და აი უკვე შემოდის სწორედ ეს ფსიქიკური ხდომილება თუ ფსიქიკური სინამდვილე, ფსიქიკური რეალობა, რაზეც ფროიდი წერს, დიდი მამის მკვლელობა იწვევს დანაშაულის განცდას, კოლექტიური დანაშაულის განცდას. და კოლექტიური დანაშაულის ცნობიერება არის საფუძველი იმისა, რომ გაჩნდეს კანონი, გაჩნდეს მორალი და მორალური წარმოდგენები. გაჩნდეს დიფერენციაცია საერთოდ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. მაგრამ ეს რომ არსებობდეს კანონი, რომ არსებობდეს
სწორედ გამიჯვნა კეთილისა და ბოროტისა და კეთილი და ბოროტი გაიმიჯნება იმის საფუძველზე, რომ არსებობს რაღაცა საწყისი კრიტერიუმი, რაღაცა ათვლის წერტილი, საიდან შეგვიძლია გავსაზღვროთ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის კარგი და რა არის ცუდი. თუ ეს შევცვალეთ, თუ ეს არ იქ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი საშუალება რომ გამსაზღვროთ რა არის. თუ გახსოვთ წინაზეც ჰქონდა წინა შეხვედრის დროს, როდესაც დოსტოევსკიზე ვლაპარაკობდით, ეს უკავშირდებოდა ღმერთის თემას. თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ აღარ გვაქვს საშუალება გამსაზღვროთ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. ეს დოსტოევსკის განცდა, დოსტოევსკის პანიკური განცდაც კი, შიშიც კი, არა, რომ ამის გარეშე, ღმერთის გარეშე ვერაფერს ვერ გამსაზღვრავთ. იგივე დაახლოებით იგივე აზრი, ხოლო სხვა პერსპექტივიდან აქვს ფროიდსაც ნაჩვენები. და მისი აზრით ღმერთის იდეა და რელიგია ჩდება, სწორედ რელიგია არის, ეხლა დავაკვირდეთ, მე მომიწევს რომ ცოტა შეიძლება რეგლამენტს გადავაცილო, მაგრამ ამის გარეშე გაუგებარი იქნება, რაზეც ვლაპარაკობდით, რა არის რელიგია, მივადექით მესამე თემას. და უნდა გავითვალისწინოთ, რომ რელიგია სხვა რამეა და ფიქცია სხვა რამეა. ეხლა ჩვენი ბოლო სასაუბრო თემა ეს იქნება, ორის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ფიქციაში გულისხმობ კიდევ ლიტერატურულ ან მხატვრულ ფიქციას, მხატვრულ ფანტაზიას. ეს ორი საპირისპირო მოდუსიც კი შეიძლება იყოს. ფსიქოანალიზში არსებობს ორი სხვადასხვა ახსნა. პირველი ეს ჯერ განვიხილოთ ტოტებსა და ტაბუში მოცემული ვერსია, ფროიდისეული, რომელიც უკავშირდება კიდევ მეორე თეორიას, ფსიქოანალიტიკურ თეორიას. რა წარმოშობს რელიგიას? რელიგია ეს არის კოლექტიური დანაშაულის განცდის საფუძველზე წარმოშობილი წარმოდგენა, ხოლო ღმერთი სხვა არაფერი, ეს არის ფროიდის სიტყვები, გარდა ამაღლებულ ხარისხში აყვანილი მოკლული მამისა. ღმერთი ეს არის მოკლული მამა. არის ის, ვინც ჩვენ პარნახობს მისი აჩრდილი, აი როგორც ჰამლეტში მამის აჩრდილი შემოდის და ის უბრძანებს, მოუწოდებს ჰამლეტს, რომ შური იძიოს მისი მკვლელობისათვის. ეს არის ღმერთის სახე ფროიდისათვის და რელიგიის მამოძრავებელი ძალა არის კოლექტიური დანაშაული და კოლექტიური დანაშაულის ცნობიერება. ეხლა არსებობს კიდევ მეორე ტექსტი, რომელიც შეგვიძლია უფრო ნათლად და უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციის რელიგიის გაჩენისა გავიგოთ. ზოგადად თუ კითხავთ ფსიქოანალიტიკოს რა არის რელიგია, ფსიქოანალიტიკოსის პასუხი იქნება, რომ რელიგია ეს არის კოლექტიური ნევროზი. კერძოდ კოლექტიური აკვიატებული ნევროზი. ეხლა რას ნიშნავს ეს? ფროიდს აქვს 1907 წელს დაწერილი ერთი სტატია, სადაც ის ადარებს აკვიატებულ ნევროზებს და რელიგიურ პრაქტიკებს. ასევე ეწოდება ამ ნარკვევს აკვიატებული ნევროზები და რელიგიური პრაქტიკები. რა არის აკვიატებული ნევროზი? ჩვენ ყველამ ვიცით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული დოზით ყველას გვაქვს აკვიატებული ნევროზი, ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, ძალიან მარტივი და ესეთი ბანალურზე ბანალური ფორმა რაღაცა, შავი კატის დანახვის დროს რაღაცა ქმედებები, მაგრამ ეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ინდივიდუალური, იმიტომ რომ ჩვენში არის ცოდნა იმისა მოცემული, ან ძურწმენა, რომ შავ კატას თუ დაინახავ, შეიძლება რაღაც უბედურების მომწვანე იყოს, თუ გადაგირბეს და ამიტომ უნდა გადააფურთხო, ან კუდი მოაბრუნო და რაღაცა რა. ეს არის ერთ-ერთი ფორმა აკვიატებული ქმედებისა. მაგრამ აკვიატებული ნევროზი უფრო სხვა რაღაცა არის. აკვიატებული ნევროზი არის ინდივიდუალური, ფროიდი უწოდებს მას ინდივიდუალურ რელიგიას. რა არის ინდივიდუალური რელიგია ამ შემთხვევაში, რა? აი როგორ წარმოვიდგინოთ აკვიატებული ნევროზი. აკვიატებული ნევროზი იქნება მაგალითად, რომ უნდა მედგას აუცილებლად წყლიანი ჭიქა და სვამდე. თუ არ დავლებ, შეიძლება რაღაცა დამემართოს და ამიტომ ვიძულებული ვარ სვა წყალი. შეიძლება ეს მართლა ჩემი აკვიატებული ნევროზია და არაც ყური. არ მიფიქრი ამაზე, ხა დავფიქრე. ეგეთი ქონდა მაგალითად ერთ ცნობილ პიანისტს, გლენ გულდს, აუცილებლად ჭირდებოდა საჯარო გამოსვლის დროს, რომ ინსტრუმენტზე, როიალზე მდგარიყო ჭიქიანი წყალი. თუ არ მეშლება გულდის ისტორია და ერთხელ მან ჩაშალა კიდევაც კონცერტი იმის გამო, რომ არ დახვდა და არ ჩაატარა, არ დაუკრა. ანუ ეს ერთ-ერთი ვარიანტი იყოს. მეორე არის მაგალითად ადამიანი, რომელიც თქვათ ფეხზე ასედებს, რომ მარჯვენა ფეხი უნდა იყოს მარცხენაზე გადადებული. სხვანაირად დაუშვებელია. ან თქვათ უფრო პედანტულ, აი რასაც პედანტ ადამიანს უწოდებთ, რომ აუცილებლად უნდა დაკეცილი იყოს ყველაფერი ერთმანეთზე კარგად დადებული. ეს სხვა შორის ეს პედანტობა არის აკვიატებული ნევროზის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი გამოვლინება. თუ უწესრიგობა არის სახში, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა კატასტროფა ხდება რა და თავისთავად რელიგიის ფუნქციაც დამოუკიდებლად ფროიდისგან რომ შევხედოთ, არა, ეს არის
ქაოსის დაძლევა. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ სამყარო მოცემული გვაქვს ქაოტური ფორმით. სამყაროში არანაირი წესრიგი არ არის და ჩვენ ვალაგებთ ისევე როგორც ჩვენ სულიერ სამყაროში იქნება თუ ემოციურ სამყაროში იქნება თუ ზოგადად საგანთა სამყაროში არ არსებობს არანაირი თავისთავადი წესრიგი. ეს წესრიგი არის შედეგი ადამიანის ჩარევისა და ამ ჩარევის ერთ-ერთი ფორმა არის რელიგია. რელიგია გვაძლევს მოწესრიგებულ სამყაროს. ადამიანს ეშინია ქაოსის და ეს ბუნებრივი შიშია. ფროიდი განსხვავებით თქვათ იგივე ნიჩესაგან ან მარქსისაგან ჩვენ ვერ ვნახავთ ვერც მარქსთან ან ვერც ნიჩესთან რომ მათ სადმე ეთქვათ რომ იცით მე ვარ ათეისტი. არსეთი არაფერი არ უთქვავს არც ნიჩეს და არც მარქსი სასტიკად აკრიტიკებს რელიგიას, ეძახის რომ ეს არის ოპიუმი ხალხის მოტყუების და დაკაბალებისთვის გამოგონილი ხალხის სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრის ინსტრუმენტი, მაგრამ ის არსად არ ლაპარაკობს, რომ იცით მე ვარ ათეისტი. არც ნიჩე არაფერს მსგავს არ ამბობს. ფროიდი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებდა უხთო ებრაელს. რაც თავისთავად პარადოქსია, იმიტომ რომ ებრაელის გამსაზღვრელი არის პირველ რიგში რელიგია. ებრაელი არსებობს იმდენად, რამდენადაც არსებობს იაჰვე, არსებობს რწმენა კონკრეტული სარწმუნოების შედეგად, არა? როდესაც კონვერტირება ხდებოდა ებრაელები ფაქტობრივად იკარგებოდნენ კონვერტაციით, გადასვლით სხვა რელიგიაზე, სხვა სარწმუნოებაზე, არა? და შესაბამისად თავისთავად არის რაღაცა ოქსიმორონი, უხთო ებრაელი. ანუ არტიკულირებული ფორმით არსებობს ცნობილ ადამიანებში ფაქტობრივად ფროიდთან, რომ ის არის ათეისტი. და ამავე დროს ის უწოდებს მას შემოაქვს ასეთი ცნება ჩვენი ღმერთი ლოგოსი. ჩვენ ღმერთ ლოგოსი ის უწოდებს მეცნიერებას. ეხლა აქ მივადგეთ კიდევ ფიქციასთან დაკავშირებულ ერთ ძალიან საინტერესო მომენტს, რომ რითიც მინდა დავამთავრო, მაგრამ სანამ დავამთავრებდე, ისევ დაუბრუნდეთ იმ დანაშაულის განცდას, დანაშაულის განცდის თემას, რომელიც ფროიდის აზრით წარმოშობს ღმერთისადმი რწმენას და ღმერთი თუ კი არსებობს ინდივიდუალურ დონეზე აკვიატებული ნევროზი, როგორც ადამიანის ინდივიდუალური რელიგია, კოლექტიურ დონეზე რელიგია არის კოლექტიური ფორმა აკვიატებული ნევროზისა. და შესაბამისად ყველა ის ქმედება, რომელიც გამომდინარეობს, რომელსაც ფროიდი ადარებს აკვიატებული ნევროზით დაავადებული ადამიანის ქმედებასთან, არის ინსტიტუციონალიზებული რიტუალურ პრაქტიკებში, ქმედებებში, ლოცვაში, მარხვაში, სანთლის დართევაში, აღსარების ჩაბარებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ერთ-ერთი მთავარია ეხლა რაც ვახსენეთ, აღსარება უკვე გულისხმობს, რომ მთავარი მამოძრავებელი მოტივი არის დანაშაულის განცდა. დანაშაულის განცდა, რომელიც ფროიდის აზრით წარმოიშობა სწორედ აი ამ მის მიერ ფიქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, მის მიერ გამოგონილი მითით დიდი მამის ან ურფატერის მკვლელობის მეშვეობით. და ამან წარმოშვა რელიგია და შესაბამისად ყველაფერი ის, რაც რელიგიურ ცნობიერებას უკავშირდება. რელიგიური ცნობიერება განსაზღვრავს კანონს და კანონი წარმოიშობა სწორედ რელიგიური ცნობიერებიდან. განსაზღვრავს აგრეთვე სიკეთეს და ბოროტებას. კატეგორიებს, იმ კატეგორიებს, რომლითაც არსებობს საზოგადოება. და ეს არის ფროიდის აზრით ერთგვარი პირველი საზოგადოებრივი შეთანხმება. და აი ეს ხო საბოლოო ჯამში ისტორია რა იყო პირველადი მამის თუ ამ დიდი მამის მკვლელობამდე ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, არ შეგვიძლია განსაზღვროთ, იმიტომ რომ მანამდე ეს დაახლოებით შეიძლება შევადაროთ დიდი აფეთქების თეორიას, ეს პირობითად პარალელურ გავალოთ. არავინ არ იცის და შეუძლებელია იმის თქმა, რა იყო დიდ აფეთქებამდე, არა? იმიტომ რომ დრო და სივრცე არ არსებობს დიდ აფეთქებამდე. აი დაახლოებით ასეთი არის ფროიდისთვის რა თქმა უნდა მის პერიოდში არ იყო ეს თეორია არ არსებობდა ჯერ უბრალოდ ეს ჩვენი პერსპექტივიდან ვადარებთ. დაახლოებით ასეთივე არის ის პირველადი აქტი და ეს პირველად აქტს ფსიქოანალიტიკური ტერმინი შეესატყვისება, ეს ურსცენე, პირველადი სცენა. პირველად სცენამდე, ანუ დიდი მამის მკვლელობამდე რა იყო, არ შეგვიძლია ვთქვათ და არ არსებობს არც კანონი და არ არსებობს არანაირი გამსაზღვრელი კატეგორიები, ვთქვათ, კეთილის და ბოროტის, კარგის და ცუდის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩნდება მას შემდეგ, რაც იქ მოხდა აქტი. და თავის წიგნს ტოტებსა და ტაბუს ფროიდი ამთავრებს გოეთეს ფაუსტიდან ციტატით.
თავისთავად გოეთეს ფაუსტის ეს ციტატა არის ალუზია ან სახეცვლილი სახე იოანეს სახარებისა. იოანეს სახარების პირველი წინადადება პირველად იყო სიტყვა, გოეთესთან არის მოცემული პირველად იყო საქმე. და ფროიდთან ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ პირველადი საქმე ეს არის დანაშაული. ეს არის დანაშაული, ეს არის მკვლელობის აქტი და კაცობრიობის ისტორია იწყება მკვლელობის აქტით. ეს არის მამის მკვლელობა. და ისტორიის მამოძრავებელი და მოტივატორი შეიძლება ითქვას, რომ არის სწორედ ეს პირველადი აქტი. ამით ჯამდება ძალიან მოკლედ მომიწია ამისი შეჯამება და ბოლოს დაუბრუნდეთ ისევ იმას, რასაც ეწოდება ფიქცია, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთისგან ვთქვით, რომ უნდა გავასწავლოთ ერთი მხრივ ის, რასაც ვთქვათ, ეს კოლექტიური ნევროზი ან კაცობრიობის ნევროზი, Menschheitsneurose უწოდებს ფროიდი, რელიგიას, განვასწავლეთ ლიტერატურული ფიქციისაგან. აი მით დავამთავრებ, ლიტერატურული ფიქცია აღწერილი აქვს ფროიდს ყველაზე პირდაპირ და ნათლად ერთ თავის ნარკვევში, მცირე მოცულობის ნარკვევში, რომელსაც ეწოდება პოეტი და ფანტაზიის ქმნა. პოეტი და ფანტაზირება. ფანტაზირება ცოტა უხეშად, ფანტაზიის ქმნა. ის ადარებს ბავშვის თამაშს. რა არის ბავშვის თამაში? ბავშვი სრული სერიოზულობით იღებს საკუთარ თამაშს. და თამაშის დროს ბავშვი ქმნის თავის სამყაროს. პოეტი ეს არის ინფანტილური ადამიანი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფანტილურობას დასრულ ასაკში გადადის უკვე ნევროზის სახით, ესეც ფსიქოანალიზისგან ვიცით და რომ არ იყოს ეს ნევროზი, რომ არ იყოს, ვთქვათ, ინფანტილური რა არის აგრეთვე, ინფანტილური არსებობს აგრეთვე ინფანტილური სექსუალობა, ანუ ფროიდისათვის არ არსებობს სექსუალურად არასექსუალური პერიოდი, ბავშვი დაბადებიდანვე არსებობს ბავშვის სექსუალობა, მხოლოდ ეს პირველადი შეგვიძლია შევადაროთ რაღაცა ქაოტური ფორმის, გამოუხატელი ფორმის, რაღაცა გაუმთლიანებელი ფორმის, დაუნაწევრებელი ფორმის სექსუალობა გადადის შემდგომში უკვე გარკვეული სოციალური პრესი იქნება, საზოგადოებრივი ეს უკვე ცოტა ვცდებით ფროიდს, გვიანდელი თაობის, ვთქვათ, სოციალური კრიტიკა თვითონ ფსიქოანალიზის მიმართ შეგვიძლია დავინახოთ, მაგრამ ფროიდთან, ფროიდის ფსიქოანალიზში ეს ხდება ძირითადად ოჯახური სცენის მიხედვით, ოჯახური დრამის მიხედვით, სადაც ადამიანში ყალიბდება, ბავშვი ყალიბდება მამაკაცად, ქალად, ჰეტეროსექსუალად, ბისექსუალად, ჰომოსექსუალად და ასე შემდეგ. ანუ გარკვეული ფორმები ვლინდება მაშინ. ძირითადად კულტურა და საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ კაცრად დაყოფილი დიფერენცირებული როლები გაჩნდეს, მაგრამ ამავე დროს გარკვეული ტიპის ადამიანებს, გარკვეული ტიპის ადამიანები არ თავსდებიან ამ არხებში, იმ არხებში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ნორმა, ანუ ნორმალურად პირობითად რო დავარქვათ, არ ვითარდებიან და მათ მიყვებათ თან ინფანტილური სექსუალობა. ანუ ინფანტილური სექსუალობა, ინფანტილური ფორმა სექსუალობის ისევ და ისევ იმეორებ, ეს არის დაუნაწევრებელი, არეულ-დარეული ფორმები. ანუ რაღაცა პირველადი მასა, გამოუყოფელი, არ არის დიფერენცირებული, არა? და შესაბამისად ეს ინფანტილური სექსუალობა ვლინდება სექსუალური პერვერსიების სახით. სექსუალური პერვერსიები თავისთავად არის ფროიდი უწოდებს ნეგატივებს ნევროზების. ნევროზის სუბლიმაცია, მისი გადატანა, გადამუშავება, ამაღლება, სუბლიმაცია ამაღლებისკენ მიუთითებს, ეს ამაღლებული ფორმა არის შემოქმედების მამოძრავებელი. ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია ესეთი სქემატური იერარქია გამოვიყვანოთ, ინფანტილური სექსუალობა, რომელიც გარდა იქმნება, ვლინდება ასაკში, ჰომოსექსუალურად მომწიფებულ ასაკში, პერვერსიების სახით, ნორმიდან გადახვევის სახით, მაგრამ ნორმა კიდევ ვიმეორებ, ეს არის რაღაცა პირობითი არხებში მოთავსება, ეს უკვე შედის ნორმალურ უმრავლესობასთან პირობითად რომ დავარქვათ კონფლიქტში და იწვევს პერვერტირებას. იწვევს ნევროტულ პერვერსია თავისთავად უკვე გულისხმობს იმას, რომ არსებობს ნორმა, არსებობს რაღაცა გამსაზღვრელი კრიტერიუმი, არსებობს ეს მამის ხატება, არსებობს ეს ღმერთის ფანტაზმა. ხდება შედის უკვე
კონფლიქტში საზოგადოებას და კულტურას და ეს უკვე ვლინდება ნევროზების სახით, მაგრამ სწორედ ეს ნევროზები არის მოტივაციის მომტანი იმისათვის, ის რომ ბავშვი ადამიანის დასრული ადამიანი არ თავისუფლდება, ვერ თავისუფლდება თავისი ინფანტილობისგან, თავისი ნევროზებისგან, ვლინდება უკვე ნევროზის სახით, იმის გამო რომ ის უარს არ ამბობს თავის, ან ვერ ამბობს თავის ბავშვურობაზე, თავის ინფანტილურობაზე, აგრძელებს თამაშს და ამ საკუთარ თამაშს აღვიქვავს სრული სერიოზულობით და მასში დებს უზარმაზარ აფექტებს, უზარმაზარ ემოციებს, ეს არის შემოქმედებითი პროცესი. შემოქმედებითი პროცესი, კიდევ რომ შევაჯამოთ, შემოქმედებითი ფანტაზიები ჩნდება ბავშვის თამაშის ანალოგიური სტრუქტურით. ანუ წერალი, რომელიც ქმნის თავის სამყაროს, ის იმ მომენტში არაფრით არ განსხვავდება ბავშვისაგან, რომელიც თავის სამყაროს ქმნის სათამაშოებით, თამაშებით. ეს არ არის განსხვავება, თქვა, ზრდასრულ ადამიანის თამაშსა და ბავშვის თამაშს შორის. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ზრდასრული ადამიანი, როდესაც თამაშობს, ის თამაშობს ყოველთვის რომ მოიგოს. კაზინოში შედის ადამიანი იმისთვის რომ მოიგოს, არა? ან ფეხბურთს თამაშობს იმისთვის რომ მოიგოს. ან რაღაცა სხვა სახეობას თამაში, ჭადრაკს თუ რა ვიცი, რაც უნდა იყოს. ბავშვს არ აინტერესებს მოგება და წაგება. ბავშვისთვის თავარი არის პროცესი. იმიტომ რომ იმ პროცესში ის იმყოფება გასული არის რეალობისგან და ფროიდის აზრით თამაშის მიღმა, ფანტაზიის მიღმა არსებობს რეალობა. მითის ალტერნატივა არის რეალობა. და ქმნა, ფიქცია, შემოქმედება ეს არის უარის თქმა რეალობაზე, გამიჯვნა რეალობისგან და საკუთარი რეალობის, საკუთარი სამყაროს შემოქმედებითი აქტი. ეს ძალიან მოკლედ და სქემატურად შეგვეჯამებინა რას ნიშნავს ფიქცია და რას ნიშნავს ფანტაზია და ბოლო აკორდზე გადავიდეთ. ბოლო აკორდი იქნება რა მნიშვნელობა აქვს თავისთავად ფიქციას ფსიქოანალიზში. ფსიქოანალიზის მიმართ ეჭვები გაჩნდა მაშინვე, რაც ფროიდმა დაიწყო საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნება. ერთ-ერთ ძალიან ცნობილ იმდროინდელ ფრანკ ფსიქოლოგს პიერ ჟანეს მიაჩნდა, რომ ფსიქოანალიზი საერთოდ არ არის მეცნიერება, ეს არის მეტაფიზიკა, გამოყენებული ფსიქოლოგიაში. ფსიქოლოგია ემპირიული მეცნიერება არის, ეს კონკრეტულ რეალურ საგნებს ეხება. მოდის ვიღაცა ადამიანი და იწყებს სიზღვრების განმარტებას და ინტერპრეტაციას. ეს უკვე თავისთავად იყო გარკვეული პარადოქსია რა. ანუ ფსიქოანალიზმა ფროიდის სახით შექმნა, შეგვიძლია ვთქვათ, ერთგვარი ფიქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დავძლიოთ ის რეალობა, გავარღვიოთ ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, პირობითად რომ დავარქვათ ისტორიული რეალობა, რომელიც თავისთავად არ არის რეალური. რაღაცა ახლა ამას ვერ გავაგრძელებთ, რაღაცა პერიოდის შემდეგ მოდის ლაკანი და თვითონ რეალობასაც აღწერს როგორც კონსტრუქციას, მაგრამ ეს უკვე ფროიდთან არის მოცემული. თავისთავად რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, როგორც ჩვენ ვაზროვნებთ, რისიც გვჯერა, რისიც გვწამს, კოლექტიურ დონეზე, როგორ ისტორიებსაც ვისმენთ, ვიჯერებთ, პოლიტიკურ თეორიებს, პოლიტიკურ ნაბიჯებს, იდეოლოგიებს, ასე შემდეგ, ეს თავისთავად არ არის რეალური. იმიტომ რომ არსებობს ფსიქოლოგიური რეალობა, ფსიქიკური რეალობა, რომელიც განსხვავებულია. არსებობს და ფიქცია, ხატული ფიქცია არის საშუალება, რომელიც ერთადერთი საშუალება ფაქტობრივად იმისა, რომ ეს თავისთავად არარეალური და არანამდვილი სინამდვილე გავარღვიოთ და ანალოგიის მეშვეობით გავიგოთ და ჩავწვდეთ იმას, რაც ხდება სინამდვილეში. არ ვიცი, ეს ძალიან რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე, არ ვიცი, თუ შემეკამათეთ ან მითხარით და შეგვიძლია მე გავაგრძელოთ, რომ დავამთავროთ, ამით მინდოდა დამემთავრებინა, ფიქცია არის გასაღები ნამდვილი სინამდვილის გაგებისა. აი ეს იქნებოდა შემაჯამებელი ამ ჩვენი საუბრისა და ისევ ფროიდთან რომ დავაბრუნოთ. ფროიდი იოსების, ნაპოლეონის და მოსეს მეშვეობით უბრუნდება თავის საფუძვლებს, რა გააკეთა, რატო დაწერა მან მოსე, რატო მოიგონა მოსეს ფიქცია, რატო შექმნა, რატო შეგვიქმნა იგივე ნაპოლეონის და იოსების ფიქცია, სიკვდილის წინ
ფროიდი უბრუნდება თავის ეს უკვე რა ვიცი, ჩემ ვცდილობ რომ ჩემ აზრად ჩამოვაყალიბო, უბრუნდება თავის საწყისებს. ანუ ის ანგრევს იმ საკუთარი ფიქციის მეშვეობით, ანგრევს იმ ფიქტიურ რეალობას, რომელშიც ის, როგორც ადამიანი, როგორც ებრაელი იმყოფება და მის სრულ განჯადოვებას ახერხებს და გაჯადოვებული სამყაროში არ გტოვებს, რამდენადაც ის ვიქმნის მხატვრულ ინდივიდუალურ კოლექტიურის დაცვად საკუთარ ინდივიდუალურ ფიქტიურ თუ ფანტასტიკურ სამყაროს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უფრო ძლიერი და უფრო მეტად რეალურია, ვიდრე თავად რეალობა. აი ამით დავამთავროთ.